გამარჯობათ. ვაგრძელებთ ლექციებს. ლექციების ერთი ნაწილი, რომელიც ეხებოდა ზოგადად მსოფლიოს განვითარებულ და ნაკლებად განვითარებულ რეგიონებს, კონტინენტებს დავამთავრეთ. ეხლა გადავდივართ ლექციების მეორე ნაწილზე, რომელიც კონკრეტულად მოიცავს ცალკეული ქვეყნების განხილვას. საქმე ის არის, რომ მსოფლიოში 200-ზე მეტ ქვეყანას აქვს გაეროს მოცემული მონაცემები, როგორც წარსულის, ისე პროგნოზის. ამდენად შეუძლებელია ლექციების მოკლედ ჩვენ კურსში ჩავატიოთ 200 ქვეყანა. ამდენად ჩვენ შევარჩევთ ცალკეულ ქვეყნებს. საქმე ის არის, რომ მოცემულ შემთხვევაში ის ქვეყნები შერჩეული არც ალფაბეტით იქნება, არც ან თავისი სიდიდით, ჩვენ გულისხმობთ თანმიმდევრობას, რა თანმიმდევრობითაც წავალთ. მაგალითად, პირველი ლექცია მიეძღვნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, მეორე კანადას და ასე შემდეგ. ქვეყნების შერჩევის დროსაც რაიმე სპეციფიკა არ გამოგვიყენებია. ამასთან ისიც უნდა განვსაზღვროთ, რომ ქვეყანაზე ძალიან მოკლე ინფორმაცია იქნება მოცემული. დაახლოებით ასეთი სახით: მოსახლეობის შესახებ, შობადობის შესახებ, მოკვდაობა და სიცოცხლის ხანგრძლივობა, ბუნებრივი მატება და მოსახლეობის აღწარმოება, საერთაშორისო მიგრაცია და დემოგრაფიული გადასვლა. მეორედ, ინფორმაცია მოცემულ თითოეულ ქვეყანაზე ძალიან მოკლე იქნება. როგორც ითქვა, პირველი ქვეყნების თაობასთან დაკავშირებით შერჩეული იქნა ამერიკის შეერთებული შტატები. შეგახსენებთ, რომ მოცემული მოყვანილი მონაცემები, როგორც ამერიკის შეერთებული შტატებისათვის, ისე სხვა ქვეყნებისათვის ეფუძნება გაეროს მონაცემებს. საერთოდ მოსახლეობის რაოდენობის მატება ამერიკის შეერთებულ შტატებში 1960-იანი წლებიდან განიცდის გარკვეულ კვლევას. 1980-იანი წლებიდან დღემდე მოსახლეობის რაოდენობის მატება წელიწადში 1,2% ფარგლებში მერყეობს. უახლოეს მომავალში მოსალოდნელია მოსახლეობის რაოდენობის მატების შენელება. მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი დღემდე და სავარაუდოდ 2030 წლამდე ბუნებრივი მატებაა, ხოლო 2030 წლიდან მიგრაცია. ახალგაზრდა მოსახლეობის წილი 1960-იანი წლების მეორე ნახევრიდან მცირდება. 1980-იანი წლებიდან დღემდე ახალგაზრდა მოსახლეობის წილი ცვალებადობას განიცდის და 20-22% ფარგლებშია. მომავალში მოსალოდნელია ახალგაზრდა მოსახლეობის წილის შემცირება. თუმცა აღნიშნულ პროცესს თანდათანობითი ხასიათი ექნება. 65 წლისა და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილის მაჩვენებლით ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობა უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისში იყო დაბერებული. დემოგრაფიული დაბერების დონე თანდათან მატულობდა. დემოგრაფიული დაბერების პროცესის შედეგად მომავალში დემოგრაფიული დაბერების დონე დღევანდელთან შედარებით გაცილებით მაღალი იქნება. რაც შეეხება შობადობას, მის საუბაზე შეიძლება ითქვას, რომ თუ ავიღებთ პერიოდს 1955-1960 წლებში, წინა პერიოდთან შედარებით შობადობის დონე რამდენადმე გაიზარდა, თუმცა შემდეგ ისევ შემცირდა. 1970-2005 წლებში შობადობა შემცირდა დონემდე, რომელიც საკმარისი არ არის თაობათა განახლებისათვის. 2005-2010 წლებში შობადობის დონე რამდენადმე გაიზარდა და მიაღწია სიდიდეს
რომელიც უზრუნველყოფდა თაობათა უმნიშვნელო განახლებას. Როგორც ჩანს, აღნიშნული მოვლენა მხოლოდ დროებით ხასიათს ატარებდა და ახლო მომავალში პროგნოზებით შობადობა ისევ შემცირდება დონემდე, რომელიც საკმარისი არ იქნება თაობათა განახლებისათვის. რაც შეეხება მოკვდავობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას, მოტანილ ცხრილში ჩვენ ხედავთ ჯერ პირველ სვეტში წლებს, შემდეგ თვითონ გასეხება გარდაცვლილთა აბსოლუტურ რაოდენობას, მოკვდავობას, მოსახლეობის ათასულზე, ჩვილთა მოკვდავობას და სიცოცხლის ხანგრძლივობას. ხედავთ, რომ გარდაცვლილთა აბსოლუტური რაოდენობა პრაქტიკულად სულ მატულობს და დღეისათვის შეადგინა დაახლოებით 2,5 მილიონამდე ავიდა. თუმცა უნდა ითქვას, რომ თვითონ მოკვდავობის მოსახლეობის ათასულზე, ანუ მოკვდავობის ზოგადი კოეფიციენტი სულ მცირდება და პრაქტიკულად ეს ტენდენცია დღემდეა შენარჩუნებული და მხოლოდ 2015 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი მისი გარკვეული ზრდა. ჩვილთა მოკვდავობა ხედავთ სულ მცირდება და კიდევ მომავალში უფრო შემცირდება. სიცოცხლის ხანგრძლივობას კი დის ტენდენცია ახასიათებს. შეიძლება ვთქვათ, რომ განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან დღემდე მოკვდავობის საერთო დონისათვის დამახასიათებელ ძირითად ტენდენციას კლება წარმოადგენდა. ამასთან კლება გარკვეული ცვალებადობით და თანდათანობით მიმდინარეობდა. მოსალოდნელია, რომ 2015-20 წლების პერიოდიდან დაიწყება მოკვდავობის მოსახლეობის ათასულზე, ანუ საერთო დონის მატება, რაც უკვე აღნიშნეთ, და მას დემოგრაფიული დაბერების პროცესი განაპირობებს. უკვე განსახილველი პერიოდის დასაწყისში ჩვილთა მოკვდავობის დონე არ იყო მაღალი. შემდეგ წლებში ჩვილთა მოკვდავობა განაგრძობდა შემცირებას და სადღეისოდ საკმაოდ დაბალ დონეზეა. როგორც ითქვა, მომავალში კიდევ უფრო შემცირდება ჩვილთა მოკვდავობა. სიცოცხლის ხანგრძლივობას დის ტენდენცია ახასიათებს და სადღეისოდ საკმაოდ მაღალია. ამასთან მომავალში სიცოცხლის ხანგრძლივობა კიდევ უფრო გაიზრდება. გადავხედოთ ახლა მოსახლეობის ბუნებრივ მატებასა და აღწარმოებას. თვალსაცემია ერთი მომენტი, რომ მოსახლეობის ცვლილება წელიწადში აბსოლუტური თვალსაზრისით, ასევე კოეფიციენტის თვალსაზრისით პროცენტებში განსახილველი პერიოდის დასაწყისიდან ჯერ კლებულობდა, შემდეგ რამდენადმე მოიმატა და ამ მატებას ადგილი ჰქონდა 1980-იან წლებში და სადღეისოდ დაახლოებით იგივე დონეზეა და ხასიათდება კლების ტენდენციით 2000-იანი წლებიდან და ეს პროცესი გაგრძელდება სამომავლოდაც. ბუნებრივი მატებას შემცირების ტენდენცია ახასიათებდა 1980-90-იან წლებში წინა პერიოდთან შედარებით ბუნებრივი მატება რამდენადმე გაიზარდა, თუმცა შემდეგ ისევ შემცირდა. მომავალში მოსალოდნელია ბუნებრივი მატების მნიშვნელოვანი შემცირება. 1970-იანი წლებიდან თაობათა განახლების ინტენსივობის ცვლილების მიუხედავად ამერიკის შეერთებულ შტატებში დამკვიდრებას იწყებს მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. საფიქრალია ის, რომ სადღაც ნეტო კოეფიციენტის სტაბილიზაცია მოსახლეობის აღწარმოებისათვის არასაკმარის დონეზე მოხდება 2020 წლის შემდეგ, უფრო 20-25 წლიდან. მთლიანობაში ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიურობა, რომელიც სადღეისოდ საკმაოდ მაღალია შეერთებულ შტატებში,
საუბარია მოსახლეობის აღწარმოების რეჟიმის ეკონომიურობაზე, მომავალშიც იქნება შენარჩუნებული. რაც შეეხება საერთაშორისო მიგრაციას. ხედავთ, რომ ამერიკა ის ქვეყანაა, სადაც გაცილებით მეტი ადამიანი შემოდის, ვიდრე გადის. და ამდენად იგი იმიგრაციულ ქვეყანას წარმოადგენს. გარკვეული ცვალებადობის მიუხედავად 1950-2000 წლებში ძირითადი ტენდენცია მიგრაციის დადებითი სალდოს დიდ გამოიხატება. 2000-იანი წლებიდან მიგრაციის სალდო რამდენადმე მცირდება, თუმცა 1 მილიონზე მაინც რამდენადმე მეტია და მილიონზე მეტი განსახილველი პერიოდის ბოლოსათვისაც იქნება. დემოგრაფიულ გადასვლას, რაც შეეხება მის ძირითად თავისებურებას წარმოადგენს ის გარემოება, რომ 1960-იანი წლებიდან დაბალი შობადობისა და მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმის მიუხედავად, გამონაკლის წარმოადგენდა 2005-2010 წლები, არ მიმდინარეობს დეპოპულაცია, მათ შორის 2050 წლისათვისაც კი არსებული პროგნოზებით შობადობა მაინც რამდენადმე მეტი იქნება მოკვდავობაზე, თუმცა მოკვდავობა ძალიან ახლოს მიუახლოვდება შობადობას. განვიხილოთ ახლა კანადის მოსახლეობა და დემოგრაფიული სიტუაცია. კანადის მოსახლეობის რაოდენობის ზრდა განსაკუთრებით სწრაფად 1950-60-იან 60-იან წლებში მიმდინარეობდა. შემდეგ პერიოდში მოსახლეობის რაოდენობის მატება რამდენადმე შემცირდა და განსაკუთრებით კლებულობს 1970-იანი წლებიდან. მოსახლეობის რაოდენობის ცვლილებაში გარკვეული წვლილი შეაქვს გარე მიგრაციას. 1995 წლამდე კანადის მოსახლეობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი მაინც ბუნებრივი მატება იყო. 1990-იანი წლების შუა პერიოდიდან კანადის მოსახლეობის რაოდენობის ფორმირების ძირითადი კომპონენტი უკვე საერთაშორისო მიგრაციაა, რომლის როლი დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს. ახალგაზრდა ასაკის მოსახლეობის წილი კანადაში კლების ტენდენციით ხასიათდება, ხოლო 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი მატებით. დემოგრაფიული დაბერების პროცესი კანადაში აქტიურად მიმდინარეობდა და უკვე 1970-იანი წლებიდან აქ საკმაოდ დაბერებული მოსახლეობა იყო. დემოგრაფიული დაბერება განსაკუთრებით მაღალ დონეს მიაღწევს 2050-იანი წლისათვის, როდესაც 65 და უფროსი ასაკის მოსახლეობის წილი ორჯერ მეტი იქნება 2000-იანი წლების დასაწყისთან შედარებით. შობადობასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ შედარებით მაღალი შობადობა კანადისათვის 1965 წლამდე იყო დამახასიათებელი. შემდეგ პერიოდში შობადობის დონე კანადაში მკვეთრად მნიშვნელოვნად და არსებითად მცირდება. უკვე 1970-იანი წლების პირველ ნახევარში შობადობის დონე კანადაში ვერ უზრუნველყოფდა თაობათა განახლებას. შემდგომ პერიოდში შობადობა განაგრძობს შემცირებას. მისი უმნიშვნელო ზრდის ტენდენცია დასაბამს მხოლოდ 2005-2010 წლების პერიოდში იღებს და შემდეგ წლებში განაგრძობს მატებას. თუმცა მოსალოდნელია, რომ 2030-იანი წლებისათვის იგი სტაბილიზირდება დონეზე, რომელიც საკმარისი არ არის მოსახლეობის მარტივი აღწარმოებისათვის. მოკვდავობასა და სიცოცხლის ხანგრძლივობას რაც შეეხება. მოკვდავობის საერთო დონე კანადაში დაბალია. დემოგრაფიული დაბერების პროცესის გავლენა
მოკვდაობის საერთო დონეზე შესამჩნევი ხდება მხოლოდ 2000-იანი წლებიდან. Ჩვენთა მოკვდაობის დონე კანადაში კლებას განიცდიდა და სადღეისოდ იგი ერთ-ერთი ყველაზე დაბალია მსოფლიოში. მომავალში მოსალოდნელია მისი შემდგომი შემცირება. რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას, იგი კანადაში ზრდის ტენდენციით ხასიათდება და სადღეისოდ ის საკმაოდ მაღალია. მომავალში მოსალოდნელია სიცოცხლის ხანგრძლივობის კიდევ უფრო ზრდა. ამასთან სხვაობა ქალებისა და მამაკაცების სიცოცხლის ხანგრძლივობაში შემცირდება და სტაბილიზირდება ერთ გარკვეულ დონეზე. მოსახლეობის ბუნებრივი მატებისა და აღწარმოების შესახებ ძალიან მოკლედ ის შეიძლება ითქვას, რომ ბუნებრივი მატება კლების ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მოკვდაობის სიჭარბის შობადობაზე მხოლოდ 2040 წლის შემდეგ არის მოსალოდნელი. 1970-იანი წლებიდან კანადაში დამკვიდრებულია მოსახლეობის შეკვეცილი აღწარმოების რეჟიმი. მიგრაციასთან, საერთაშორისო მიგრაციასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, კანადა, როგორც ამერიკის შეერთებული შტატები, იმიგრაციულ ქვეყანას წარმოადგენს. ამასთან, როგორც ზემოთ იყო აღნიშნული, იმიგრაციის როლი კანადის მოსახლეობის ფორმირებაში სულ უფრო მეტ როლს თამაშობს. დემოგრაფიული გადასვლა. კანადის დემოგრაფიული განვითარების თავისებურებას ის მდგომარეობა წარმოადგენს, რომ შობადობის მნიშვნელოვანი და არსებითი კლების შედეგად მოსახლეობის აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმის დამკვიდრებას იწყებს მეორე ფაზის პირობებში. ამასთან აღწარმოების შეკვეცილი რეჟიმის ხანგრძლივი დროის არსებობის მიუხედავად დეპოპულაციური ტიპი მხოლოდ 2040 წელს თუ დაიწყება.